52 ადგილი, რომელსაც 2015 წელს უნდა ეწიოთ. New York Times-ი ამ სათაურის სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს მონახულებას ურჩევს. სპეცრეიტინგში საქართველო 25 ადგილს იკავებს. Სოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიციით საქართველო ეს არის საუკეთესო დესტინაცია ღვინის ტურისთვის. საქართველოში მიწისქვეშ ქვევში ღვინის დაყენების უნიკალური ტექნიკა, ასობით ძირძველი ვაზის ჯიში, განსაცვიფრებელი ლანდშაფტი და მეღვინეები ერთმანეთში ბუნებრივადაა შერწყმული. ღვინის დაგემოვნება კი სულ უფრო მარტივი ხდება, როგორც თბილისში არსებული ღვინის ბარების წყალობით, ასევე კახეთში ღვინის წარმოებლებთან ადგილზე დაგემოვნებით. აღსანიშნავია ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოც. ქართული კერძები და ღვინო წელს 4 მნიშვნელოვან ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ახალი ღვინის ფესტივალზე, თბილისში ღვინის ქალაქის ფესტივალზე, თელავ ღვინაობასა და თბილისის ყველის ფესტივალზე. წერს გავლენიანი გამოცემა New York Times-ი. მოხარულები ვართ, რომ საბეწილებების გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცა. შესანიშნავი გემო აქვს, ისეთი მდიდარი და მრავალფეროვანი. ამასთან არის როგორც წითელი, ისე თეთრი სახეობა და ჭაჭა. ყურძნის არომატი მძაფრად შეიგრძნობა. სასიამოვნო დასალევია როგორც ხილთან, ისე სხვადასხვა კერძთან. ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ თავის საერთოდ არ გტკივა, ისეთი სასიამოვნო დასალევია, ძალიან არომატულია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ გავლენიანი გამოცემა მკითხველს ერთგვარი რეკომენდაციის სახით ურჩევს, რომ 2015 წელს აუცილებლად ეწვიოს საქართველოს. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, მსგავსი სტატიები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლებას და პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც პირდაპირ კავშირშია ტურისტების დაინტერესებასა და შესაბამისად საქართველოში მათი ნაკადის ზრდასთან. თავის კითხვას New York Times-ი 2015 წელს ურჩევს, რეკომენდაციის სახით ურჩევს, რომ აუცილებლად ეწვიოს საქართველოს. ხაზგასმულია საქართველოს უნიკალური ტრადიცია ღვინის წარმოების, ასევე მისი თვალწარმტაცი ბუნება, რეგიონები და დედაქალაქი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთი ტიპის სტატიები დაგვეხმარება საქართველოს იმიჯის გაზრდაში, პოპულარიზაციაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი კუმსიშვილის განცხადებით, მსგავსი გავლენიანი გამოცემის რეიტინგში მოხვედრა მისასალმებელია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ქვეყანა 2015 წელს ტურისტების დიდ ნაკადს. სტატიაში არის მითითებული კონკრეტული ადგილები და კონკრეტული დასახელებები იმ ტურისტული ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა მოხდეს ტურისტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სტატია პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენი ქვეყნის ტურიზმს და ჩვენ ქვეყანას. New York Times-ის რეიტინგში აუცილებლად მოსანახულებელ დესტინაციებს შორის პირველ ხუთეულში მილანი, კუბა, ფილადელფია, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი და ჩილეს ელკის ხეივანში აგებული ობსერვატორიაა შესული.